დამლოცეთ მეუფეო. გაიხარეთ დამლოცეთ. გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. მეც გილოცავთ გაიხარეთ მრავალზე. მეუფეო, მე უცხოეთიდან გიკავშირდებით გიორგი ვარ გელაშვილი. გაიხარეთ? თუ გნებავთ ვიდეო კამერაც შემიძლია ჩავთო. თქვენთვის როგორ იქნება მოსახერხებელი, ანუ რო ხედავდეთ რომ ვინ გელაპარაკება. არც როგორც გინდათ. ჩავთო თქვენ გაგვცურული არ არის. დიახ, მინდა რომ დამინახოთ უბრალოდ რომ მე თქვათ რომ ნახავთ ჩანაწერებს რომელსაც გამოგიგზავნეთ ჩემ ვიდეოს, ანუ გამოსვლებს და მიმართვებს, რომ იცნოთ უბრალოდ ის მინდა და ჩავთოთ კამერა შეიძლება? კი ბატონო. აი ჩავთე ახლა კამერა და თქვენს რო ჩართოთ. ცალიათ რამოდენიმე წუთი რო დამithმოთ? კი. დიახ, ხელს არ შეგიშლით ესე იგი რომ დაგელაპარაკოთ. არა. ესე იგი, მე ვარ საქართველოს ეკლესიის სტიქაროსანი ვიყავი ადრე სტიქაროსანი ვიყავი. მეუფე ათანასეს მორჩილი ვიყავი, ჩახვაშვილი, თუ გაგიგიათ თქვენ მღვდელთავარი. დიახ. მე ვარ გიორგი გელაშვილი, რომელიც მე თქვენი გამოსვლა ვნახე ტელევიზორში. ანუ თქვენ თქვით, რომ ესე იგი წმინდა სინოდის კრება, როდესაც მოხდა და მეუფე პეტრე გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქი არის მამათმავალი, თქვენ თქვით, რომ არც ერთი მოწმე თქვენ არ გინახიათ. ტელევიზორში ხო გამოხედით, ხო თქვით, რომ არც ერთი მოწმე არ გინახიათ. დიახ. ესე იგი, მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც 1 წლის უკან გამოვედი თებერვალში, ჩემს გამოსვლამდე მე რამოდენიმე მღვდელთავარს მივმართე. ჩემმა მოძღვარებას მიმართა, რომ გაერკვეს ჩემი ამბავი, ანუ მე რა შემემთხვა და როგორ შემემთხვა და რატო დავისაჯე, თქვათ, ანუ რატო დამეთრგუნა მე სული ისე, რომ მე ეკლესიაში პატიოსნად ვსახურობდი, ანუ ეკლესიისგან მე არაფერი არ მინდოდა. მე ეკლესიაში მინდოდა მღვდლობა მინდოდა, მაგრამ მე ვარ ერთ-ერთი ის მოწმე, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მამათმავლობა შესთავაზა. მე ვცდილობ ვეძებ ჩემს სიმართლეს. არავინ მეუფე პეტრეს გარდა, მამა ათინოგენის გარდა, მამა გიორგის ხილაძის და ასევე მამა ანდრიას გარდა არავინ არ გამოჩენილა ისეთი, რომელიც მე მეტყვის მანუგეშებს და მეტყვის რომ ეს საკითხი ერთადერთხელ დადგება ეკლესიაში და დაისჯება ის მამათმავლები, პედოფილები, რომლებიც ეკლესიაში მსახურობენ. და ამიტომ მე დაგირეკეთ თქვენ, რო თქვათ რომ მე არც ერთი მოწმე არ მინახია, ხო? აი ახლა ხომ ნახეთ უკვე მოწმე. შემიძლია წერილითაც მოგმართოთ. დეტალურადაც შემიძლია მამათმავლობა როგორ შემომთავაზა პატრიარქმა მე და როგორ დამინგრია სული და როგორ ნახეთ თქვენი გადაცემას უყურე მე. დიახ, ჩემი გამოსვლა ნახეთ. სადაც ისაუბრეთ. დიახ, ეს უბრალოდ რა არის, იცით, მეუფეო, მე რა მიყურს უბრალოდ. თქვენ როდესაც აცხადებთ, რომ მე არც ერთი მოწმე არ მინახია, მოწმეების წარდგენის საკითხი მეუფე პეტრეს არ დაუყენებია სინოდზე. მე როგორც ვიცი და რომც დაეყენებინა, მოვიდოდით. მე შეიძლება ვერ ჩამოსულიყავი, იმიტომ რომ საბუთი არ მაძლევს ჯერ საშუალებას, მაგრამ აგერ ვიდეოს ვიაზით, საბუთი ხელში მიკავია, ვინა ვარ, იმისით შემიძლია დავასახელო. თუ საჭიროა იქ 12 ადამიანია ჩემ გარდა, თუ კიდე შეიძლება ბევრი, რომელიც ვერ ბედავს უბრალოდ ტელევიზიით გამოვიდეს და მე დღესდღეობით გადატენილი იარაღი მადავს თავზე. და დედაჩემთან მერე ამ ფაქტების მერე, აი შენ შვილს ჩამოგისვენებენ და ფსიქოლოგიურად მინგრევენ დედას, რომ იქ აი რაღაცა მოხდეს, მაგრამ არ ეღირსებათ, მე ღმერთი მიდგას გვერდში. მე ვამბობ, ჩემს საკითხთან დაკავშირებით მამაშალვა კეკელია გამოვიდა და ისრუა. პატრიარქმა, როდესაც მე დამიბარა და მითხრა, რომ მეუფე ათანასე შენ რას გიყვებოდა და იქ შენ რამე არ გინახიაო, ანუ რა ქონდა პატრიარქს, მე თვითონ გამიკვირდა, კაცო, რა უნდა მოეყოლა მეთქი იმ კაცს. ის ადამიანი რაღაცა დღე გამოშვებით ვერ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ წნევამ დაარტყა, რაღაც თავისი პრობლემები ქონდა ჯანმრთელობის და ის, მაგრამ მე თვითონ გამიშდა, როგორც სტიქაროსანს კითხვა, რომ პატრიარქს რა აქვს ესეთი, კაცო, რომ ეხლა რატომ მეკითხება მე ესე, რატომ გამომკითხა კაცმა ესე რა და ეს არ გავდა იმ დაკითხვას, რომ ისა, იცი რა არის, აი მე მეგონა სადღაც ორგანიზაციაში მიღებდნენ, ანუ ეკლესიაში კი არ მეგონა მიღებდნენ, სადღაც აი კაკებე რა, ზუსტად აი იმას FSB რა პირდაპირ რა და პატრიარქი იცინის როგორ კაცო არ მლანძღავდაო? არა, არ გლანძღავდათ მეთქი, ანუ არ ქონდა რა ჩვენ ესეთი ლაპარაკი. წმინდათა ცხოვრების მე მორჩილებაში იქ მასთან არაფერს არ ვკითხულობდი, სახარებას და წმინდათა ცხოვრებას და პატრიარქი მისვავს მე შეკითხვებს და მამაშალვა კეკელია გამოდის ტელევიზიით და ამბობს, მეო მაგ შეხვედრაზე იქ ვიჯექიო და ეგეთი კითხვა პატრიარქს არ დაუსვიაო. მე გამოვედი მამა გიორგის ხილაძესთან ჩავერთე Facebook გვერდზე, იმიტომ რომ მე დედას მივეცე პირობა, რომ ჩემი გამოსვლა ტელევიზიით აღარ იქნება. იმიტომ რომ მე რას გავაკეთე, ჩავთვალე, რას თქვი, ეს უკვე საკმარისი არის. ეს დანარჩენი უკვე სინოდმა უნდა განიხილოს, თუ აწუხებს ეგ სინოდს.
მე გამოვედი და თქვი, მამაშალვა კეკელიამ, როგორც მე ვიფიცები, ისე დაიფიცოს ამ ტყუილზე, რომ მე გიორგი გელაშვილი, კარლოს ძე, ჯოჯოხეთი იყოს ჩემი სამკვიდრებელი, უკუნისამდე, მეორედ მოსვლის შემდეგაც, აი ქრისტე რომ მოვა, მეორედ მოსვლის შემდეგაც ჯოჯოხეთში ვიყო, მე თუ იმას ვიტყუები, რომ პატრიარქმა მომათმავლობა შემომთავაზა და მე თუ იმას ვიტყუები, რომ მაგ შეხვედრაზე მამაშალვა კეკელია იჯდა, მამაშალვა კეკელია სრულობს, იმიტომ რომ მასაც აქვს იქ რაღაცეებში ხელი ნაფათურები და გარეული და მაგი მოვა დრო გამოჩდება ყველაფერი მეუფეო და როდესაც მამა გიორგის ხილაძე ურეკავს მამაშალვას და ეუბნება რომ დაიფიცე ის ბიჭი როგორც იფიცებს მამაშალვა რასაკეთებს ჯერ ტელეფონს თიშავს და მე მიდის ხატთან თუ ჯვარცმასთან არ ვიცი იქ ამბობს ესე და აი ხა ჯვარცმაზე მიდევს ხელიო და მეო ვიფიცებიო რომ მეო მამათმავალი არა ვარო და მამაო ეუბნება კაცო შენ რა შუაში ხარო კაცო და გაითიშა ეს ტელეფონი ანუ ის გაურბის იმ დაფიცებას რომელზეც ჩემზე მეცილი დამწამა და მე მინდა ეს ამბავი მე იმას კი არ ვამბობ რომ მე კარგი კაცი გამოვჩდე და კაი ტიპი ვარ და ის გამოჩდე მე მინდა გამოჩდეს რომ პატრიარქი არის მამათმავალი ამ ცოდვაში ის იმყოფება და ან უმკურნალეთ ან რა ვიცი პანსიონატში გაუშვით რა ვიცი დააბრკოლა ხალხი პირდაპირ ტუჩებში ეცემა ხალხს ზოგს ტუჩებში ზოგს ხელს კიდებს ზოგს ისა და პატრიარქის აქციელს არ აგავს ეს მე არ ვთვლი რომ პატრიარქი თან მით უმეტეს საქართველოს პატრიარქი ესე იქცეოდეს და მე როდესაც თქვენი ჩანაწერი ვნახე მეუფეო მე უბრალოდ გამიკვირდა იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ მე არაფერი არ მინახეო როგორ თქვენ არიცით ეკლესიაში რა ხდება მეუფეო რომ მამათმავლებით სავსეა ეკლესია დიონისე ბორძიკული თქვენ ხო ყავდათ ეპარქიაში გაიხსენეთ აბა იღუმენი ხო რატო გაუშვეს ეკლესიიდან ეგ კაცი ხო არიცით გაუშვეს არა დროებით უბრალოდ მე მგონი დააბრუნა მე არ მყავდა ეპარქიაში პირდაპირ გეტყვით რომ აქ ეპარქიაში იყო მე რომ მაკურთხეს დიონისე უკვე საქართველოში იყო წასული და შემდგომ აღარ ჩემთან ეპარქიაში მე აღარ დამიბრუნებია და ჩემთან არ იყო ეპარქიაში მე უკვე დიმიტრის დროს იყო დიმიტრის დროს იყო და მე მიკვირს ჩემს ეპისკოპოსობაში არ იყო ის ჩვენს ეპისკოპოსობაში არ იყო მაგრამ მე ისიც რა მიკვირს ეხლა შეიძლება თემინან გადაუხვიეთ მაგრამ მე უკვე დიმიტრიმ არ ჩათვალა საჭიროდ რომ კაცი რომელსაც ერისკაცობადანვე მამათმავალი არის საბერძნეთში მიიღო ხელდასხმა და შენ მერე ეპარქიაში მიყავს თქვა სუფრებზე ზიხართ რაღაცა თქვენ საერთოდ არ გეჩვენებათ რომ მე უკვე დიმიტრის რატო ყავდა ეს მამათმავალი სასულიერო პირი კაბაზე ამობმული რა ხანიკ მიყავდა ხანიკ მოყავდა რატო ყავდა საინტერესოა ისე უბრალოდ კაცი რომელიც მონასტერში აი როგორ არ ვერ ვიტყვი ამას რა რასაკეთებდა ძინარე იმას კაც დაუწყო ისა რაღაც იქ ისინი ხელის მოკიდებები და ისინი მაგრამ ნუ იმ კაცმა გაიღვიძა მე და მამები რო იქ რო არ ყოფილიყო დანით დაჩეხავდა და მე უფეშიო კაბინეტში ღებულობს ამ დიონისეს და მომჩივანს და დიონისეს ეუბნება ჩემზე რო გაგეკეთებინა ეგეთი რაღაცაო დახჩეხავდიო ხო და მე ეს კაცი კი არ განკვეთეს ეკლესიიდან გაუშვეს უბრალოდ ეს საქართველოში ხდება ესეთი რაღაცა კაცი არის პიდარასტი ცხოვრებიდან ბავშვობიდანვე და იმიდან ახალგაზრდობიდან მოყოლებული ეკლესიაში უშვებს ესეთ კაცკაცო ხო და აი ესეა მეუფეო ყველაფერზე თვალს ხუჭავთ გიორგი ხარაზიშვილი გაგიგიათ სასულიერო პირი ხო იცით რომ მამათმავალი არის მე მგონი ყველა მიცის და მე მეუფეო რატო არ ეუბნებით პატრიარქსო ესეთი პირწამყრალი პიდარასტი რატო ყავთ ეკლესიაშიო არ გიჩნდებათ უბრალოდ კითხვა მეუფედ მამა თეოდორი გიგნაძემ არ მოგიყვათ მისი სულიერი შვილი რო გაუპატიურა სამი დღე რო გაუპატიურებდა არ მოუყოლია თქვენთვის ეგ ამბავი არა ნამდვილად არ მოუყოლია ხო ეხლა მამა თეოდორი გიგნაძე კი იმაშვება წმინდანობს ეხლა და აი ვაიმე და ისა და თქვენ ვიდეოებს უყურე მე იქ რო რაღაცა ქრისტიანობა საიდან იწყება ლამას სიტყვებში არა ქრისტიანობა ჯერ საქციელებითაც უნდა გამოჩნდეს, სწორედ ლამაზად ეგრე შეიძლება ორატორები ასტროლოგებსაც ყავდა ძალიან და ბერძნების იმის ტაძრებშიც იყვნენ იმის რა ქვია წარმართების ტაძრებში ისეთი ორატორები იყვნენ, მაგრამ შეიძლება დღევანდელი მაგალითად შალვა კეკელია გადაღუნონ და ისე გაუშვან. ღმერთის არსებობასაც ვერ დაუმტკიცებს. ისეთი ორატორები ყავთ იმათ, მაგრამ მარტო ორატორობა არ არის საქმე მან გამოგაჩინოს რომ არის ნათქვამი იქ და ხარაზიშვილი ყველა მიცის რომ პიდარასტია. კაცი რომელიც საკურთხეველში ყვება როგორ აყავს ნახმარის ტიქაროსანი და ეს ჩმორი არქიმანდრიტები უზიან და იცინიან იქ ეს ხალხი გადაგვარჩენს ჩვენ რა გაბწყინებაზეა რა ფილადელფიის ეკლესიაზეა ლაპარაკი გამოცხადებაში კაი დაბერდი მაგრამ რას ბჟბოდა ნუ გამოდის და ფილადელფიის ეკლესია საქართველო არისო ეპისკოპოსები არ ხართ იქ უთხარით რომ გაჩერდი რა ნუ ლაპარაკობ ეგეთ რაღაცებს
ფილადელფიის ეკლესია კერძო ადგილი არ არის. ფილადელფიის ეკლესია შეიძლება 10 ქრისტიანი იყოს, რომელიც იმ დროს დარჩება მეორე მოსვლის დროს. პირდაპირ გეტყვით. დიახ. აქ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ამოდენიმე წლის წინ სამწუხარო ვთქვათ, საბედნიერო თუ რა თუ როგორ არის, საერთოდ მე პირველად გავიგე, არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არც დამიმალავს მაგი, რომ ჩემზე იყო შოკი, როდესაც პირველად გავიგე ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ვთქვი, რომ თუ არის ვინმე ანუ ნებისმიერი კუთხით ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მე პირველად ვისაც გავიგე, თუ კი იქნება ეს საჭირო, მე ყველაფერს ვილაპარაკებ სინოდზე რა როგორც იყო. და მე მზად ვარ, რომ ამის საკითხების შესახებ, იმიტომ რომ ჩემი მთავარი სიმართლე არის ის წინაშე მე რაც ვიცი, თქვა. მაგრამ მე პირადად გეუბნებით, რომ თქვენ ხართ პირველი ადამიანი, მე ვისაც ველსაუბრები, რომელსაც ეს პრობლემა ქონდა. მე არავისზე არ მქონდა ნასაუბრები, თქვენ რასაც მეუბნებით ახლა და იმის შემდგომაც კიდე რაღაცა იმ სინოდამდე ის სინოდი რომელსაც მოხდა, მანამდეც განვითარებული მოვლენები მე არ ვიცოდი. თქვაზე ვამბობ ის მეუფე პეტრეს დამოკიდებულება, რომ მას უნდა სინოდზე ამისთვის ესაუბრა თურმე და იქ უდემთავრები იყო ჩასული და ის მე ამის სინოდის შემდგომ გავიგე. და მეუფე პეტრესა მე როგორც გარკვეულწილად იმ შემთხვევაშიც მეუფე პეტრე მართალია თუ არ არის მართალი დამოკიდებულების განცდა მე თვითონ ვიყავი ჩასული მეუფე პეტრესთან და ნახე მანამდე, მაგრამ ჩვენ არ ვქონია რომ ვესაუბრა, შეიძლება არ მომეცა მე იმის საშუალებით, რომ ჩემთან ერთად მშობლები იყო ჩემი, კმრევლი იყო ერთ-ერთი და ეს რაღაცა დეტალებზე გვესაუბრა, მაგრამ მე ჩავედი რადგანაც მეუფე პეტრესთან, რადგანაც რაღაც ადამიანთან, რომელთანაც ჩემი მოვალეობა ჩავთვალა როგორც მასთან მივდივარ, რომ რაღაცა მანამდე სანამ მისი განყენება მოხდებოდა, იმის მერე არ ვამბობ, რომ იმიტომ რომ იმის შემდგომ საქართველოში მე მგონი ერთხელ ვიყავი ჩასული და უკვე წელიწად ნახევარია საქართველოში არც ყოფილი ვარ. საერთოდ არც ყოფილი ვარ ჩასული და პირადად ურთიერთობა მე მაგითო ვთქვი, რომ მე როდესაც გავიგე ვთქვი კიდე თქვენ არ ვიცი ჩემ სატელევიზიო ჩარჩოში სადაც ტიგინაშვილი ჩამერთო მე და იქ მე საუბრებოდა რომ მე ვთქვი კიდე მე არ მალავ ვიმას მე რაც ვთქვი სიტყვაზე მე უბრალოდ იქ იყო რომ ეგ ჩემი დამოკიდებულება მანამდე სანამ თუ ეს საკითხები უშუალოდ თუ გინდა ჩემ და მე ნებისმიერი უდემთავარი ვინ რა იცის გულახდილად დაიკითხოს და ითქვას ამ პრობლემების შესახებ თუ ნებისმიერ პრობლემის შესახებ ეს მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩემთვის პირველი ის როდესაც გავიგე ეს შოკი იყო და არის დღემდე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე პირველი ადამიანი ხარ თქვენ რომელსაც ესე ვესაუბრები რომელიც ამბობს რომ უშუალოდ ამ პრობლემას პირადად ვისაც შეეხო ეს პრობლემა რასაც ვამბობ მე შემომთავაზე დეტალურადაც შემიძლია მოგიყვეთ რა გააკეთა და როგორ შემომთავაზე და ესევე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მაშინ როდესაც გავიგე რაც ტიგინაშვილი მე ბრალს მდებდა ეგ ჩვეულებრივი რეაქცია მე მგონი ნებისმიერ ნორმალური ადამიანის იქნებოდა როდესაც მე თქვი კიდეც ეს თქვი მე რომ ვიცოდე და რომ ცოდნოდა რომ მე ესეთი სიტყვაზე ვამბობ პატრიარქი იყო მე ამას კურთხევას აქ არ მივიღებდი მეთქიმ და გასაკვირი ამაში რა არის ვერ გავიგე იმიტომ რომ ნებისმიერ თქვენ რო იცოდეთ რომ ნებისმიერი ეპისკოპოსი არის ისეთი რომ აქვს ამის პრობლემა თქვენ იქედან კურთხევას აიღებ ანუ იქედან სასულიერო პირი გახდებოდი მისი ხელით ეგ მაშინ ჩემთვისაც იქნებოდა შეურაცხყოფა რა თქმა უნდა მე რომ ვიცოდე ანუ დარწმუნებული რო ვიყო იმაში კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემთვის როდესაც მე გავიგე მაგრამ ამ დეტალებზე მე არ მსურს საუბარი თუ ესა იქნება საჭირო მე პირველ რიგში ეს ჩემ ძმებთან სინოდზე უნდა ვისაუბრო ყველამ თავისი სათქმელი თქვას მეც ჩემს სათქმელს ვიტყვი და მაგრამ
როგორც ესეთი კიდევ ერთხელ ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, თუ არის რაღაცა პრობლემა, ეს პრობლემა უნდა გაირჩეს იმის მიხედვით, როგორც ჩვენ ჯულის კანონი გვასწავლის და გვეუბნება. და ამ კუთხით სიტყვაზე ვამბობ, თქვენ ასაც ითხოვს, მე რომ თქვენი საკითხი განიხილოს წმინდა სინოდმა თუ ესე შემდგომ, კი ბატონო, მე როგორც ერთ-ერთი მღვდელმთავარი ვამბობ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შემოდის და წუხილი ნებისმიერი მოწმე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ განვიხილოთ და პასუხი გავცეთ. იმის და მიხედვით, რაც საეკლესიო კანონიკა და საეკლესიო სამართალი მოითხოვს. მე ამიტომ მე არც არასდროს პირიქით უპასუხებელი კითხვები, როდესაც რჩება, ეს არის პრობლემა. და აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, თქვენ ოფიციალურად წერილით გააქვთ მომართული წმინდა სინოდზე თქვენ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს საკითხთან დაკავშირებით მე ველაპარაკე მეუფე დოსითეოს ბოგვერაძე, თუ იცით. მეუფე დოსითეოსმა მითხრა ესეთი რამე, რომ თქვენი ლაპარაკი გავრცელებულია უკვე, ანუ ვიცითო ჩვენ რა მოხდაო, მაგრამო ოფიციალური კუთხითო წერილი მომწერეთო და მე დავსვავ თქვენ საკითხს სინოდზეო. ოღონდ იცით როგორ თქვა, მე თუ ჩავთვლიო საჭირო და დავსვავ ან არ დავსვავ და ეს იყო ან ხო იყო ან არა, ეს მივხვდი, მაგრამ მე მაინც მღვდელმთავარმა რახან მომისმინა. კი ბატონო, მივწერ მე წერილი, უბრალოდ მე გამზადებული მაქვს ყველაფერი, უბრალოდ გავაგზავნე მე ამ წერილს, რომ ჩემი რაღაც საქმეები მქონდა აქ, რაც დასამთავრებელი მაქვს და დრო ვერ მოვიცალე, რომ კორექტირება გავუკეთო, რომ უფრო მღვდელმთავრისთვის გასაგები იყოს. ეხლა მღვდელმთავარს მე მგონი ის არ დაინტერესებს ეხლა დეტალურად მე სად როგორ და რანაირად რა ის მოხდა, მაგრამ როგორც ასეთი, რაც თქმული მაქვს მე, რომ როგორც გააკეთა მან ჩემთან მიმართებაში, რომ თავისთან ოთახში შემიპატიჟა დაჩოქილი ვიყავი და ჩემი ნების გარეშე ისმე ტუჩებზე მეცა და მაყოცა. პირველად რომ მაყოცა, მე ეს ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ თავი რომ დახრილი მქონდა, მოხუც კაც შეიძლება შეეშალა რაღაცა. ანუ შემთხვევით ეხა მოხდა რა გადაკოსნის დროს შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ როგორც კი მე წამოვწიე თავი და პირდაპირ ანუ დავანახე, რომ სახე აქ არის რა, ანუ ლოყა აქეთ ამაკ თუ ლოყაზე კოსნაკი და ლოყაზე მაყოცე, ხო არ არის პრობლემა. მე პატრიარქს როგორც ბაბუას ისე უყურებდი და პატევს ვცემდი, მაგრამ აღა დამიჭირა და პირდაპირ იმაზე ტუჩებზე მეცა და მე გავიწიე უკან და დამცინა პირდაპირ. დამცინა და ესე მითხრა, რომ შენო ჯერ მზად არ ახარო და მზად რისთვის უნდა ყოფილიყავი. ანუ ესე იგი რახან თქვათ მე მას კოცნით არ უპასუხე და მე უკვე დაიწყო რა ჩემი აღსარებას, ვისაც ვაბარებდი, არქიმანდრიტი დავით ჯინჭარაული მიდის მასთან და ეუბნება, რომ ეგ ბიჭი რას გიყვებაო შენო აღსარებაშიო. ხო და აღდელს უთქვია, რომ მართალს ამბობო. იმიტომ რომ შენი აღსარებით რატო დაინტერესდნენ ესენიო ესეო. აფორი ახდნენ, მე იქიდან მიარეს, აქედან მიარეს, მაგრამ ბოლოს წავედი მე საერთოდ ეკლესიიდან, მე მეუფეშიოს მომსახურებოდი. ქონდა რაღაცის იმედი, მაგრამ მეუფეშიომ ისეთი რაღაცეები თქვა, რომ საერთოდ იმედი დავკარგი ყველაფერს, იმიტომ რომ პედოფილიის ბრალდების სამების ლავრიდან დაიჭირეს ბერი, 6 შვილი, რომელიც დღესაც ციხეში ზის, ბავშვი გააუპატიურა და დაიჭირეს. და მეუფეშიო იძახის, რომ მე ბერზე ეგეთ რაღაცას ვერ დავიჯერებოდა. როგორ ადამიანი დაიჭერეს მეთქი მეუფეო და როგორ ვერ დაიჯერებთ მეთქი და მე მაგას ვერ დავიჯერებო. კარგი ბატონო, ვერ დაიჯერებ. წავედით ტაძრის კურთხევაზე. რამოდენიმე თვის მერე, ამ ლაპარაკის მერე. სუფრაზე ვზივართ და თავისი პირით ამბობს მეუფეშიო, თავისი პირით პირდაპირ. მამებო, ანუ სასულიერო პირები ზიან რა, იმ სუფრაზე და ჩვენ სტიქაროსნები ბოლოში ვიჯექით. ორი სტიქაროსანი, ერთი სტიქაროსანია, რომელიც დამემოწმება ამას, რომ მეუფემ ეს თქვა. ვაშკაცო, მამებო, თქვენ უნდა მიხედოთ ეკლესიასო, მამათმავლებით გაივსო, პიდარასტებით გაივსო ეკლესიაო რა. და მე და ამ სტიქაროსანმა ერთმანეთს გადავხედე და უთხარი, ხედავ მეთქი, ჩვენ ველაპარაკეთ და ჩვენი არ მიიღო იცის მეთქი ეს ამბავი მეთქი და აგერ მამებთან ესე თქვა მეთქი. და სასულიერო პირები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ხედავო ესო, ანუ ვაშკაციაო, ანუ ეს მე ვფიქრობ მეუფეშიოს თავდაცვის ის იყო ნაბიჯი. ანუ რო აი ვითომ მე ვამბობ მამათმავლებზე, მაგრამ საქმეზე რო დგება რა არ ვიცი, მე გული მткиვა რაზე იცით მეუფეო, რომ ესე იგი მე რახან მამათმავალი არა ვარ. ეკლესიაში ადგილი არ მქონია და რაზეც ხმა ამოვიღე, მე ეს პირველად ტელევიზორში კი არ მithქვია. მე 30-მდე სასულიერო პირი შემილია ჩამოთვალო, რომელთანაც მე ეს ვილაპარაკე. სახარების კითხვაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის. მე ვიყავი ლოთობას მივეცი, ანუ სვავდი, სასმელში მინდოდა მომეკლა ჩემი აგრესია, რაც მქონდა და ვერაფერს რო ვერ შველოდი სიტუაციას. მარიხუანასთანაც მქონდა კავშირი, რამოდენიმეჯერ მოვწიე, მაგრამ რო მივხვდი რომ ვერაფერმა ვერ მიშველა, ერთადერთი ის იყო რომ დავიწყე ამის მოყოლა.
ჯერ ჩემი მეგობარს მოვუყევი, ისის გაგიჟდა, მაგრამ იმან მეიცოდა რომ მე სპორტსმენი ვარ და ესეთ დაცემულ მდგომარეობაში მას არასოდეს არ უნახივარ. ჩემ მოძღვარს მოვუყევი, ხელები გაშალა ჰაერში და თქვა რომ მართალ სამბუფო და გამერიდა, საერთოდ ამერიდა, მე უკვე საცხოვრებელი სახლი დავკარგე, პრობლემა დაემატა. მაგრამ კარგია, უფრო ძლიერი გავხდი, ვიდრე ვიყავი და კიდე წინ მელოდება ბევრი რამე ისეთი. არ ვიცი, შეიძლება მესროლონ და მომკლან კიდევაც, ეგეც არ არის პრობლემა. ამ ამბის გამო, მაგრამ არ ესე ყოფილა ჩემი ხვედრი, მაგრამ სიმართლის მე ყოველთვის ვიძახი ამას. კაცურად. მე ძალიან ბევრი შეცდომები დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ კაცურად მოკვდები ამ ამბავზე. მე ამას უკან არ დავიხევ რა, არ არსებობს ამის ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მოწინააღმდეგე ძალიან დიდი სისტემა დგას. ეს არის პატრიარქის ეს კაკებე და ეს აი ჩაჟანგებული რა, რომელმაც შეჭამა საქართველო. არა უშავს. მე ვიბრძოლებ ბოლომდე. ამ ამბავს არ არსებობს. პატრიარქს ეს არ შერჩება რა. აი მე იმიტომ შურისძიებას კი არ ვგეგმავ. მამათმავლები ეკლესიაში არ უნდა იყვნენ. იყავი ძმაო მამათმავალი, მაგრამ არ გაახდე ეს სასულიერო პირი. დაგვანებე რა, ჩვენი გაბჭურვებია რა, მამათმავლების გარდა ჩვენ იმდენი სასულიერო პირი გვყავს, რომელსაც საერთოდ სახარება არ იციან. არ იციან მეუფეო და რა გავაკეთოთ? აი მე გამოვედი თქვი ხო? ერთი ეპისკოპოსი არის ხო, რომელმაც გამოსულიყო და უბრალოდ ეთქვა რომ მოდი რა დავადგათ თავი ეს ბიჭი რა სიძახის. ეგება როგორც მამა თეოდორეს უყვარს რომ ქრისტეო ყველა ადამიანის გულთან დგას და რეკსო. ეგებო ვინმე მყარი გამიღოსო. ეგებ მე ვიყავი ის ერთი რომელიც ითხოვდა რომ ყარი გამიღეთო. რატო არ დაფიქრდნენ ამაზე, მაგრამ არა უშავს. მაგი დამტკიცდება პატრიარქი რომ მამათმავალია. როგორც ადრე კონფლიქტოლოგი იძახდა ერთი ტელევიზიის წინ გალახეს და იძახდა ჯაჯგური იყო. ფაქტები არსებობს, ციხის წამების ფაქტებზე იძახა. ფაქტები არსებობსო და მე ის ხალხი ვინც ეჯაჯგურებოდა ხონახეს თავისი თვალით. გაჩუმდნენ. ბოდიში ვინმე მოიხადა? ჩვენსაც ესე იქნება მეუფეო გადაფრთელავენ და პატრიარქის მამათმავლობა რო გამოჩნდება, ერთი კაცი არ მოტრიალდება და ბოდიშს არ მოიხდის. ესევე ჰარი-ჰარარზე გაგრძელდება ყველაფერი რა. სამწუხარო არის, მაგრამ მე იმას არ ვკარგავ, მე მგონია რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება. არ არსებობს რომ ხორც მეტი ეკლესიაში დარჩეს. ეს დრო გაწმენდავს ამას. ჩვენ გვახსოვს, ეხა არიოზიც იყო, ნესტორიც იყო, ხატმებრძოლებაც იყო, მაგრამ გაივლის ეს ყველაფერი. ეს დაალაგდება, არ არსებობს შანსი რა. მე უბრალოდ მე იმიტომ მოგმართეთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა მე რომ ნახე ვიდეოში რომ მეო არავინ არ მინახიაო, მე უბრალოდ აი ამიტომ დაგირეკეთ, რომ აი მე ერთ-ერთი ხომ ნახეთ ეხა და მე მგონი ტელევიზიაში რომც მოგიწიოთ ლაპარაკი, ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ რომ არ თქვათ რომ თქვენი მოწმეები აღარ გინახიათ, იმიტომ რომ მე აგერა ვარ. ხო და თუ თქვათ მე წერილს მოგწერთ თქვენ და ჩემს საკითხს არ დასვავთ, ხარაზეშვილის საკითხი მაინც დასვით, რომ ეს მამათმავალი ადამიანი მოაშორონ ტაძარს. პატრიარქს კი ვერ კვეთავთ, ვერ დაადგა ვერც ერთ ეპისკოპოსმა თავი ამ მამათმავალს, მაგრამ კაი, ხარაზეშვილს მიხედავთ. წერილი მარტო მეუფედოსიც ეს არა, ყველა ეპისკოპოსს უნდა მიწეროთ თქვენ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მე ჩემთანაც და იქიდან გამომდინარე რომ ყველა მიცოდეს ეს საკითხი. უბრალოდ ყველა მიცის ეგ საკითხი. საქმეს მაგაში არის. ყველა მიცის ეგ ძალიან კარგად. ყველა მიცის უბრალოდ არ აწყობთ ეხა ზოგს შემოსავალი მოაკლდება, ზოგს და ეგრეა. ესე დრემდე ესე გრძელდება, ესე იყიდება მეუფეო ჩვენი ქვეყანა და ასე გრძელდება. კიდე кайხანი ესე იქნება და მე ემიგრანტებისკენ იშვერენ ხელს რომ აი წავიდნენო და მიგვატოვესო. იქ ვიყავით ბატონო, გავაჩერა ვინმე. ხო და დღეს გაბდღვიალებული თვალებით რომ დადიან ეკლესიაში და ყველაფერი კარგადაა. რანაირადაა კარგად, კაც ქვეყანა თავზე გვექცევა რა, ყველაფერი კარგადაა კაც. ქვეყანა თუ კარგად არის, ემიგრანტი რატო ყავს ბევრი? ჩვენ ქვეყანაში რატო არ ცხოვრობს ხალხი? რატო მიდის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი? მე ვთვლი რომ ჩვენ ეკლესიაში სამი დიდი პრობლემაა, რომელიც ეს უნდა გადაიჭრას. ეკუმენიზმი, მამათმავლობა და აი ეს სასულიერო პირები, რომლებიც მრუშობაში, პედოფილიაში და მამათმავლობაში აგრძელებს ამ ცხოვრებას. ძალიან ბევრი არიან. შემიძლია სახელი და გვარებით ჩამოგითხრა და თქვენ შეიძლება იცოდეთ, მაგრამ სინოდი რეაგირებას არ აკეთებს. გასაკვირი არ არის ეკლესია არსებობდეს და საეკლესიო სასამართლო არ ქონდეს ეკლესიას. ეს იგივეა სახელმწიფო არსებობდეს სახელმწიფო და სახელმწიფოში არ იყოს არც პოლიცია, არც სასამართლო, ესე იგი დამნაშავე იქნება, მაგრამ დასჯილი არ იქნება. მე არავისი დასჯა არ მინდა რომ რაღაც საჩვენებლად ვიღაცას ან ხელი მოკვეთონ ან თავი მოკვეთონ, მაგრამ უბრალოდ სათხმელი ეთქოს კაც, მამათმავალი ხარ, წადი ეკლესიიდან რა. პედოფილი ხარ, წადი ეკლესიიდან. არ შეიძლება ეს.
რატომ მაინც და მაინც ჩვენ შვილებს უნდა შეეხონ? ჩვენ ხალხს რა ეს ეჭირს, ანუ თვითონ თუ არ შეხებიან, ხო? აი ხა მე ერთ ადამიანს ველაპარაკე და ისო აი ხა ისო რა ქვია იმასო მე ჩემ აზრს ვღებულობ რომ პატრიარქიო შენობა შემოგთავაზებდა მამათმავლობასო, იმიტომ რომ აი ჯანმრთელობითო ისე ვერ გამოიყურებოდაო და მე ვთხარი ეს შენი თვალით ნანახია, ხო? ანუ შენ რაც ნახე კიდე. შენ ნახე მე ოთახში რო ვიყავი იმ დროს რა გააკეთა მეთქი. არა, ეგ არ მინახიაო. აბა რატო ღებულობ შენ აზრს მეთქი? რას ნიშნავს, ანუ შენ რაც არ გინახია იმაზე თან უკვე დადგენილი აზრი გაქვს უკვე პირდაპირ ამბობ, რომ არა, ეგ ეგრე არ იქნება და შენო ვიღაცა სტიქაროსანი ავტორიტეტმა უნდა თქვასო ეს. ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი სტიქაროსანი თუ გადათელეს უბრალო პენსიონერი ან ვინმე ადამიანს მამათმავლობა შესთავაზეს და გადაუარეს, ეს თურმე არაფერი არ იმან რომ თქვას თურმე არაფერი არ ყოფილა. ავტორიტეტი უნდა იყოს და რა ვიცი, აბა მაგათთვის შეიძლება ანტიქრისტეს ავტორიტეტი იყოს, რა პრობლემაა. მაგათთვის ხომ თავარი ფული არის და ჭამასმა დღეს რა დავთვრეთ და რა გავძღეთ და ეგრეა. ჯერ მეუფე იობი რა საზღვრობებსაც ყვება პატრიარქზე. ნეტა ეგ გაგაგონათ ერთი და სამწუხაროა მოგწერთ მეუფეო მეწერილს აუცილებლად და შევეცდები რომ ყველას გაუგზავნო. ისე თუ მოვახერხე ვისი მეილის მე მომწდება, მე ვთვლი რომ 6 ეპისკოპოსისთვისაც საკმარისი არის, როგორც ჯულის კანონით, თქვა ეპისკოპოსის გამკეთას 6-ით საკმარისია და მოძებნი ამ 6 მდელთავარ, თქვა ერთი თქვენ ერთი თქვა მეუფე დოსითეოსი არის. კიდე გაუგზავნი ერთ 7 ან 8 კაცამდე, მოძებნი მაინც და გაუგზავნი რა ვქნა. ამის გახმაურებას არ ვაპირებდი მე საერთოდ, მაგრამ მე როდესაც დავინახე რომ მეუფე პეტრე გამოვიდა და მას გვერდში არავინ არ დაუდგა საერთოდ. აი მაგიტომ მივიღე მე ესეთი გადაწყვეტა. ყოველთვის ეგრეა, სკოლაშიც ეგრე იყო ხოლმე, რო ჩხუბობდი ხოლმე, მარტო ვინც იყო, ყოველთვის იმას ვეხმარებოდი ხოლმე და ეგრეა. მართალი მე გამოცდება ვინ არის და ვინ იქნება, მაგრამ მე ერთი ის მინდა ჩვენ ეკლესიას ღირსები ვართ, მე მგონი რომ ერთი მღვდელმთავარი მაინც ყავდეს ისეთი, ან 2, ან 3, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ კარგით გეყოფათ რა. გეყოფათ ამ მამათმავლების კურთხევა, მოაშორეთ რა ეკლესიიდან საერთოდ და ეგ არის და ეგ. თორემ მე კერძოდ მამათმავლებს კი არ ვებრძო. თავისი ადგილი აქვს მიჩენილი ყველას ეკლესიაშიც და კარგი, რატო უნდა გახდეს მაინც და მაინც სასულიერო პირი? რატო უნდა მოწამლოს შიგნით სიტუაცია? თქვენ ახლა დააკვირდით პატრიარქი რას აკეთებს? ეს არის აი ზუსტად, აი როგორც სისტემას უყურს ეს. პატრიარქი თვითონ მიდის, გარდაიცვლება რა, 10 წლის თუ 20 წლის მერე გარდაიცვლება. ღმერთმა აცოცხლოს იმდენხანს რომ მოინანიოს ეს ცოდვა. და მე პირველი ვაპატიებ მას, ვამბობ რომ ვაპატიებ, თუ მოინანია. თვითონ მიდის და რამდენ მამათმავალ სასულიერო პირს გვიტოვებს ეკლესიაში. ამათ ვინ გაწმენდავს? მეუფეო, ამათ მრევლი ყავთ. მრევლს დააჯერებთ თქვენ რომ ესენი მამათმავლები არიან, თუ ფაქტი არ ანახე. აი ამას აკეთებს რა ზუსტად. ჩამოაღწია საქართველოს ეკლესია. თავიდან ბოლომდე. კარგით მეუფეო, აღარ შეგაწუხებთ მე. აღარ შეგაწუხებთ. ესე იგი მე თქვენ წერილი რომ მოგწეროთ, დასვავთ ამ საკითხს. გამოაგზავნეთ, კი, წერილი გამოგვიგზავნეთ ჩვენ როგორც მეუფე დოსითეოსი, თქვენ თუ ჩათვლით ერთ-ერთი მე გამომიგზავნეთ წერილი. და დასვავთ თქვენ საკითხს მეუფეო. მე დავსვამ იმ საკითხს, რომ თქვენგან მივიღე ეს წერილი და ეს პრობლემა არის იგივე ხსაც მეუფე დოსითეოსმა გითხრათ, მე არ ვთვლი რომ თქვენ როგორც ამბობთ რომ რამოდენიმე ეპისკოპოსს გაუგზავნი, მომწერეთ იქ ჩამონაცვალში უნდა გქონდეს თქვენ რომ ვის გაუგზავნეთ ეს. კი, მაგას შევადგენ. და მე რა თქმა უნდა იმათაც დაველაპარაკები, მე ვეტყვი რომ ესეთი რაღაცა არის და წესით და რიგით ნებისმიერი საკითხი რომელიც შემოდის სინოდზე თუ ეს იმ კუთხით კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ადამიანი რაღაცა პრობლემას აკანობს, წესით უნდა განვიხილოთ ჩვენთან რო იყოს წესით სინოდის სამდინო უნდა გქონდეს თავისი და მუდმივი მოქმედი სინოდი უნდა იყოს, რომელიც სწავლობს ამ საკითხებს და მერე გადასცემს კრება, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება ეპისკოპოსების კრებას, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არც მუდმივი მოქმედი სინოდი არ გვყავს და არც საკითხები რომელიც შემოდის არ ხდება ამის განხილვა, ხდება მიდის სამდინოში საპატრიარქოში არ ვიცი სად მიდის ეს და თვითონ როგორც თვლიან ისე ხდება ამ საკითხების განხილვა. თვითონ თუ ჩათვლიან საჭიროდ, მაგრამ ძირითადად არც კი ხდება საკითხის განხილვა. მასე აი ესეთი პრობლემატური საკითხები არის ეს, რომ თქვენ უნდა გამოაგზავნოთ ეს წერილი და შემდგომ უკვე ჩვენ უნდა დავაყენოთ ეს საკითხის რომ მოხდეს ამის განხილვა და შემდგომ ამის გადაწყვეტილების სინოდს აქ უნდა მიიღოს ეს დასმული ჩვენი შეკითხვა და თუ არ მიიღებს უკვე ერთ-ერთი
დასმული იქნება კიდევ ერთხელ ვამოკლო, ეგეც პრობლემა იქნება გულის კანონი დარღვევა იქნება. ზოგჯერ როდესაც ისწრება არ განიხილება და არც წერილები, რომელიც ეგზავნება სინოდს არ იკითხება და სინოდის წევრებმა შეიძლება ბევრი რამ მე პირადადაც ბევრი მიღებული წერილი საერთოდ არ ვიცი, რომელიც მეც მეკუთვნის, რადგანაც სინოდის წევრი ვარ და ეს უნდა ვიცოდე იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენამდე არ მოდის. ეს ხო დარღვევა მეუღლე. ვისაც ვესაუბრები შეიძლება კიდევ ერთხელ ვამოფრო ვიტყვი რომ იყო მამა გიორგი მამალაძე რომელსაც მე შევხვდი ციხეში და მან ესაუბრა ამ საკითხებზე და თქვენ ხართ ახლა ეს ადამიანი თუმცა კიდევ ერთხელ ვამოფ აი ზუსტად მე პირდაპირ ვიტყვი რომ პირველად ამ საკითხის და ამ პრობლემის შესახებ მე როგორ გინდა ისე ჩათვალეთ როგორ არიცოდით ამდენი ხანი მე 95 წლიდან ეკლესიაში ვარ მაგრამ პირველად გავიგე ამ ადამიანიდან მამა გიორგისგან სანამ დაიჭერდნენ მამა გიორგის ამდენი წელია რაც დაჭერილია 4 წელი მგონი ხო 4 წელი სულდება თებერვალში იქნება კი 4 იქნება თქვენ გამოსვლაში უბრალოდ რაც მე არ მომესონა ეს იყო რომ მე ეპისკოპოსი წარმომიდგენია როგორც ჭექა ქუხილი აი მისი სიტყვა უნდა იყოს სამურაის ხმალივით უნდა იყოს აი მილიმეტრებში იმას არ მაბობ რომ ყველა აუცილებლად იმას სანტიმეტრებში სვავდეს ყველაფერს რომ აი ზუსტად ეგრეა მაგრამ მე უბრალოდ არ მომეწონა როდესაც თქვენ თქვით რომ მე არც ერთი მოწმე არ მინახია და სად არიან ესენიო და თქვენ გონიათ ჩვენ ეკლესიაში ჩვენ ამას საუბრობდით მე ერთ-ერთი ნაცნობია ჩემი რომელსაც იმასაც შეემთხვა და ეს ბიჭი მე მუდარებოდა არ წახვიდე მან დაიღუპებიო როდესაც მე პატრიარქმა თვითონ მომიხმო მითხრა რომ მოდიო ჩვენთანო და მე ეს ბიჭი ვერ მიმხელდა ამას იმიტომ რომ მასაც დარდა თქონდა ეს რომ ამათმავლობა შესთავაზა პატრიარქმა უფრო მძიმე ფორმაში ის საერთოდ გადავიდა ჭკუიდან ეს რა ვნახეო ყვიროდა კაცი კი არ ლაპარაკობდა ყვიროდა ვერ იკავებდა თავს ორი ადამიანი ვაჩერებდით ერთხელ დაპირისპირება მოგვივიდა სამების მონასტერში უკანა მხარეს აი ყვიროდა ვეუბნებოდი გაჩერდი მეთქი დაწკნარდი მე კიდე ვეძებდი რომ რაღაცა გამოშლებოდა მაგრამ მე რაც უფრო დრო გავიდა დავინახე საერთოდ ყველა მისის და თურმე მე ყოფილი ვარ იდიოტი მე ვლაპარაკობ ანუ რა ესე გამოჩნდა სამწუხაროდ და მე ის მეწყინა რომ თქვენ როდესაც თქვით რომ მოწმეები არ არიან აი მე მაგალითად გამოვშდი ახლა მოწმე ვარ აგერ მე შემემთხვა ეს ფაქტი და მე დღემდე ვიძახი რომ ჯოჯოხეთი იყოს ჩემი სამკვიდრებელი მე თუ ამას ვიტყუებოდე რომ პატრიარქმა შემომთავაზა მამათმავლობა მე ამაზე პასუხს ვაგებ სიკვდილის შემდეგაც მე შეგუებული ვარ მე არ ვიცი რა მომივა მაგრამ ერთი ის ვიცი რომ გადატენილი იარაღი მემადეს თავზე ეს საქმე სინოდის სინდისზე დარჩება რამე რომ მომივიდეს მე მაგრამ ერთადერთი ის არის რომ სინოდმაც რომ მითხრას მე ანუ მე ჩემ თავს კი არ ვაყენებ მეუფე პეტრეს უთხრან მე საერთოდ ხელს ავიღებ ჩემი მოწერილი განიხილეთ უბრალოდ ეს კაცი სახალხოდ კი არ დავსაჯოთ თუ დასაჯილი არის სინანულში მიეცეს და წავიდეს მონასტერში იყოს იქ და всё მორჩა ჩაკეტონ ოთახში რომ ვინმეს მამათმავლობაზე კიდე არ ეცეს და კიდე ვინმე არ დააფრთხილოს და არ დაღუპოს ეს არის და ეს მეუფეო მე მოგწერთ თქვენ დავასახელებ იმ წერილში ვისაც მე ჩავთვლი ანუ დავფიქრდები აი ვის შეიძლება მივწერო მაგრამ ერთი ის დაიმახსოვრეთ რომ თქვენ ეს წერილი სამდივნოში თუ გადააგზავნეთ ამ წერილს სამდივნო დაბლოკავს ჯერ იმიტომ რომ ჩემი ატანა არ აქვს მაგათ იმიტომ რომ მე ერთი ხილული მტერი ვარ მაგათი და მეორე კიდე თქვენ მე როგორც გდელთავარს და თქვენ როგორც მე მითხარით რომ მე ჩვენ განვიხილავ და ვისაუბრებთ ამ საკითხზე სინოდზე როგორც ვალის მოხდით ერთი კითხვა დასვით უბრალოდ რომ აი ჩემთან დაკავშირებით და კიდე სხვებთან დაკავშირებით რომლებიც შიშის გამო კი არა თავიანთ ოჯახებს უფრთხილდებიან რომ არ ჩაქოლონ და რამე არ მოუვიდეთ რობერ ბედავენ რომ გამოვიდნენ და თქვას მე იმათ სოლიდარობას უცხადებ იმ ხალხს ისინი იმათმაც განიცადეს სულიერი დარტყმა რაც გულში დღემდე მაქვს ერთი სიტყვა მაინც თქვით რომ ქრისტეს წინაშე უბრალოდ მე თქვენ პირადად პასუხს ვერაფერს ვერ მოგთხოვთ მაგრამ სინოდის კრება რომელიც ეხლა არ იმართება ამ თემაზე ეს ზესაში გაიმართება აუცილებლად და ვინც თვალი დახუჭა ის აუცილებლად პასუხს აგებს მე ქრისტიანობაში თუ ვერ ვივარგე მე პასუხს ვაგებ მე ქრისტე ღმერთი იმას კი არ მეტყვის გიორგი რა კარგი სახლი ააშენე და უი რა კარგად თქვათ გამოხედი და რა კარგად მოყევი ყველაფერი მე რა მოვიქეცი რა იყო ჩემი ცხოვრება აი ამას მეტყვის საქმე რას ვაკეთებ როგორ ცხოვრობ მე დღეს ჩემი სულიერი მდგომარეობით ქრისტიანს არ უგავარ
მე ვდგავარ აი როგორ იცით აი გადადებული კაცი ვარ ამ საქმეზე რომ მე მინდა რომ დავბრუნდე ეკლესიაში მე მინდა რომ ვილოცო მე მინდა რომ ისევ ისეთი პატივით უყურებდე ეპისკოპოსს როგორც ადრე უყურებდი ისევ ისეთი პატივით უყურებდე მღვდელს როდესაც ადრე უყურებდი და რა ვქნა არა უშავს მერტი შემეწევა და თქვენს შეგეწიოთ მეუფეო მერტი და ვიცი მოგცეთ გამბედაობა რომ ეს საკითხი დასვათ და გაიტანოთ კარგად ზანდებოდეთ კარგად ზანდებოდეთ კარგად ზანდებოდეთ